ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელის მზია მაღლობელის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით მედიის წარმომადგენლებმა და მისმა მხარდამჭერებმა ოცნების პროკურატურის წინ აქცია გამართეს. ჟურნალისტების თქმით, ამაღლობელის უკანონო პატიმრობის თითოეული დღე ნიშნავს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედია საფრთხეშია. უკანონო პატიმრობის თითოეული დღე ნიშნავს იმას, რომ სულიად ქართული დამოუკიდებელი მედია არის საფრთხეში, ნიშნავს იმას, რომ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეიძლება გაუარესდეს და არის საფრთხეში. ამიტომ ჩვენი თავი ამოცანა და მოთხოვნა ვის გამოც გენერალურ პროკურატურასთან კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, არის ის, რომ ბატონმა გიორგი კაპიტაშვილმა, რომელსაც ამას უსახლა ჩვენი ხმა და იყურება რომელიმე სარკმლიდან, გაიგოს და შეიძინოს მიმართოს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით და მზია შეეწოვოს პატიმრობა და ის გათავისუფლდეს პატიმრობიდან. თავისუფლება მზიას! პოლიცია, რომელმაც 2 და 4 დეკემბერს ჩაიდინა დანაშაული, მშვიდობიანი მანიფესტანტები დაშალა და დაარბია ისე, რომ გამოიყენა ალყა დანაშაულია. წაიკითხეთ კანონები, დაემორჩილეთ კანონებს. იყავით სამართლიანი მოქალაქეები და რაც თავარია დაიცავით ის ფიცი, რომელიც მხოლოდ ტექსტი არ არის, რომელიც უნდა შეასრულოთ, რომელიც უნდა შეეროდეს თითოეულ მოქალაქეს. და თქვენ სინდისია ის დანაშაულებები და ის, რასაც კადრულობს ივანიშვილი. ის, რასაც თქვენ ჭამთ, შრომელი ადამიანები შეგიძლიათ ადამიანები დააციროთ, ართვათ ყველა უფლება, ყველა პროკურორი არის ბიძინა ივანიშვილის დანიშნული მოდა ჩვეულებრივი, შემსრულებელი ყველა ბინძური დავალების, ხალხი ჩაყარეს ციხეებში ვინც იბრძოდა ჩვენი შვილების მაგარი მომავლისთვის, ესენი არიან მოხალატეების ხრომა და ეგენი უნდა წაეთვრა კამჩატკაზე, რუსეთში არის მაგათი ადგილი. პოლიციელებმა გადმოდით ხალხის მხარეს. პროტესტის მონაწილეები პროკურატურასთან გამართული აქციის შემდეგ იგივე მოთხოვნით ქართული ოცნების ოფისამდე მსვლელობით მივიდნენ. თავისუფლება მზია ამაღლობელს!